პრეზიდენტს ახლახან აცნობეს, რომ ირანში F-15 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა. ეს ამერიკული გამანადგურებელია. ცენტრალური სარდლობის განცხადება მალე გავრცელდება. ეროვნული უსაფრთხოების კორესპონდენტი ჯენიფერ გრიფინი დეტალებს გვაცვის. ჯენ, რას გვეთქვა? ტრეის, ჩვენ გვქონდა გარკვეული დეტალები ამ სავარაუდო F-15 გამანადგურებელზე, ის ჩამოაგდეს ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ის მდებარეობს პროვინციაში, რომელიც სინამდვილეში ყველაზე ახლოსაა კარდის კუნძულთან, რომელზეც ამდენს ვისმენთ. ჩვენ აქამდე ვცდილობდით არ გვეცნობებინა ამის შესახებ, რადგან მიმდინარეობდა აქტიური საძიებო და სამაშველო ოპერაცია. მაგრამ ეხლა როცა გავიგეთ, რომ პრეზიდენტი ინფორმირებულია ჩამოგდებული F-15-ის შესახებ, ვიღებთ გარკვეულ დეტალებს ღია წყაროებიდან ინტერნეტში, სადაც ჩანს, რომ F-15-ის პილოტის სავარძელი მიწაზეა ნანახი, რაც მიუთითებს, რომ მინიმუმ ერთმა პილოტმა კატაპულტირება მოახერხა და პილოტი არ იმყოფებოდა იმ ადგილზე, სადაც ფოტო გადაიღეს. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა მინიმუმ ერთმა გადარჩენა მოახერხა. F-15-ში ორი პილოტია და ისინი ერთად დაფრინავდნენ. ასევე ღია წყაროებიდან ხედავთ რამდენიმე ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ორი ვერტფრენი იყო. 15 დღისით F-თვითფრინავის საფრთხეშია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ საძიებო და სამაშველო მისიის გადაუდებლობაზე, რადგან იშვიათია, რომ საძიებო და სამაშველო მისია ჩატარდეს ვერტმფრენებით, რომლებიც დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ სავარაუდოდ სადავო ტერიტორიაზე. კარგი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს დღისით მოხდა, ეს გადაუდებლობას აჩვენებს და მიუთითებს, რომ პილოტებიდან ზოგმა შეიძლება გადარჩა. ტრეის. ვიცი, რომ ამ სფეროში დიდი ხანია მუშაობ, ჯენიფერ. ფიქრობ, ამ ძიებასთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია მოდის, რათა ირანის ხალხი ამ გეგმაზე ინფორმირებული იყოს. ზოგი პილოტი შეიძლება იქვე იყოს. რა ვიცით, ირანის ტელევიზიაზე რამდენად სანდუაის და რა შეშფოთებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხს ქვეყანაში გარკვეული ქმედებებისკენ მოუწოდებენ. ხო, ირანის მედია ტრეისი სახელმწიფოს მიერ კონტროლდება. ეს არის პროპაგანდის ქსელი, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს. და ბოლო 22 დღის განმავლობაში ვნახეთ, რომ არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია თითქოს F-35 ტიპის გამანადგურებლები ჩამოაგდეს, რაც სიმართლე არ იყო. ამიტომაც იყო ასე მნიშვნელოვანი დამოუკიდებლად დაგვედასტურებინა, რომ ეს F-15 მართლა ჩამოვარდა. ამიტომ ზოგიერთი დეტალი, რომელსაც ირანელები ავრცელებენ, შეიძლება უბრალოდ პროპაგანდა იყოს საკუთარი ხალხისთვის. ამ დროისთვის CMA-ის პრეზიდენტი უკვე ინფორმირებულია F-15-ის ჩამოვარდნის შესახებ და CENTCOM-ი მალე გაავრცელებს განცხადებას. ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ F-15 მართლაც ჩამოვარდა. მაგრამ რაც შეეხება ირანის სახელმწიფო ტელევიზიის სანდოობას, ეს ომის ძალისხმევის ნაწილია. ამ მომენტში ტრეისი არის. იცით, მოდით ბენჯამინ ჰოლი ჩავრთოთ საუბარში, რადგან ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ ჩამოვარდა F-15. არ არის ცნობილი, იყო ეს მექანიკური გაუმართავობა თუ ჩამოაგდეს, ბევრი რამ ჯერ კიდევ დაუდასტურებელია. დიახ, ესეთ მომენტებში ჩვენ ვუყურებთ ონლაინ და ვადევნებთ თვალს გამოქვეყნებულ ვიდეოებს. და იყავით ძალიან ფრთხილად ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიხედვით, მაგრამ გავრცელდა კადრები კატაპულტის სავარძლის მიწაზე ყოფნის შესახებ, ასე რომ აშკარაა, რომ ის ნამდვილად იქნა გამოყენებული და არც ერთი პილოტი არ ჩანს ახლოს. მაგრამ ნახეთ, თავიდანვე ესა და ესა ფრთხილად მოქმედებდნენ ირანის მიმართ. იყენებდნენ ბიორი ბომბდამშენებს და მაღალი სიმაღლის თვითფრინავებს. ჰაერის უპირატესობის მოპოვების მცდელობაში იყო აღქმა, რომ ჰაერის უპირატესობა უკვე მოპოვებული იყო, ასე რომ საინტერესო იქნება, როგორ ჩამოაგდეს ეს თვითფრინავი. ეხლა ირანის სახელმწიფო ტელევიზია და მათი სახელმწიფო ტელევიზია მათი ნათქვამს 100%-ით არასდროს ვენდობით. მაგრამ მათ ასევე გააკეთეს მოწოდება და შესთავაზეს $60,000 ჯილდო იმ ადამიანს, ვინც იპოვიდა ამ პილოტებს. ეს ადგილობრივ ვალუტაში 10 მილიონს შეადგენს. ეს არის რაღაც, რაც მათგან აქამდე არასდროს გვსმენია. თუმცა კი მათ გააკეთეს ეს. მათ განაცხადეს, რომ ადრე უკვე ჩამოუგდიათ თვითფრინავები. ასე რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი აქტიურად ეძებენ პილოტებსაც. და რა თქმა უნდა, ეს არის შიში, რომელიც ბევრ ადამიანს ექნებოდა. თუ ეს პილოტები დააკავეს, კონფლიქტი სხვადასხვა მიმართულებით შეიცვლებოდა. ჩვენ არ ვიცით რა დაემართათ მათ და ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ვიცით, რომ ვერტმფრენებიც მონაწილეობენ საძიებო და სამაშველო ოპერაციებში. უკვე ვნახეთ ვერტმფრენები ირანის სამხრეთ ნაწილში, ასე რომ ნახეთ, ვიცით, რომ მიმდინარეობს საძიებო სამაშველო ოპერაცია. ვიცით, რომ თვითფრინავი ნამდვილად ჩამოვარდა. ვიცით, რომ პრეზიდენტი ტრამპი ინფორმირებულია და ველოდებით დამატებით ცნობებს. ამ ეტაპზე ტრეისი.
ბენიამინ მოითმინე, ეხლა დაუკავშირდებით ლეიტენანტ პოლკოვნიკ დარენ გობს, ყოფილი ბლეკ ჰოკის პილოტი და ბატალიონის მეთაური პოლკოვნიკი. ხედავ თვითფრინავს და იმას, რაზეც ბენიამინი საუბრობს. იქ არის რამდენიმე ფოტო კატაპულტის სავარძლის, რომელიც მიწაზეა, მახლობლად პილოტი არ ჩანს, ასე რომ ეს ერთდროულად კარგი და ცუდი ამბავია. ანუ როგორც ჩანს, პილოტმა კატაპულტირება გადაიტანა, რადგან პილოტი იქ არ არის. Სუდი ამბავი ისაა, რომ ირანული მედია მოუწოდებს ხალხს მოძებნონ ეს პილოტები და სთავაზობს $60,000 ჯილდოს. საშიშია ის, რაც შეიძლება მოხდეს, თუ ისინი მიწაზე დაეშვებიან. დიახ, სწორად აღნიშნე, პირველი საკითხი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, არის ის ფაქტი, რომ როდესაც მსგავსი რამ ხდება, იქნება ეს მექანიკური გაუმართავობა თუ ჩამოგდება ადგილმდებარეობის გამო, ეს ხდება მისიად. ეს არის თავარი. მიუხედავად იმისა, ვიცით თუ არა სიტუაცია, ისინი მუდმივად ეცდებიან დაადასტურონ რა ხდება პილოტებთან, მაგრამ ეს იქნება მთავარი მიზანი, სანამ ყველაფერზე რაიმე სახის გადაწყვეტას არ მიიღებენ. მე უკვე ყოფილა ჩართული საბრძოლო საძიებო და სამაშველო ოპერაციებში და ვგეგმავ და ვახორციელებ პერსონალის გადარჩენის ოპერაციებს. და შემიძლია ვთქვა, რომ მთელი CENTCOM-ის ტერიტორია, ისევე როგორც ეროვნული რესურსები, ერთვება ასეთ ოპერაციაში. ძალიან კარგად სტრუქტურირებული ფენოვანი გეგმით, კოსმოსიდან მიწამდე. იმაზე თუ როგორ გადაარჩინონ პილოტები მტრის ხაზებს მიღმა, ეს პრაქტიკაში გახორციელდება მაშინვე, როგორც კი მიიღებენ ამ დარჩს. ვინც უყურებს შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ სამხედროები სერიოზულად ეკიდებიან ჩამოგდებული ან დაკარგული პილოტების გადარჩენას მტრის ხაზებს მიღმა. მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოხდა ეს. დიახ, და თქვენ ამბობთ, რომ ეს ხდება დაუყოვნებლივ და მე მაინტერესებს, რატო? ჯენიფერ გრიფინი საუბრობდა დაბალ სიმაღლეზე მფრინავი ვერტფრენების რისკზე, რომლებიც შესაძლოა საძიებო ოპერაციებს ატარებდნენ. რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს იმისთვის, რომ ზუსტად შეფასდეს, რა დაემართათ პილოტებს ამ შემთხვევაში, პოლკოვნიკო? კი, პილოტებს თან ექნებათ სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ თუ ისინი მუშაობს სიგნალების გადასაცემად და სტატუსის შესახებ ინფორმაციის გასაგზავნად და მე ვერ შევალ ამაზე მეტ დეტალში, რაც შეეხება საფრენი აპარატების გაგზავნას პილოტების გადასარჩენად. ეს ხდება საფრხების შეფასების შემდეგ, რათა დავწუნდეთ, რომ დაბალ სიმაღლეზე მფრენი ვერტფრენების გაგზავნით უფრო დიდი პრობლემა არ შეიქმნება. შეტყობინება და პროცესი მაშინვე იწყება. მარშრუტთა რესურსების გაგზავნას პილოტის გამოსაყვანად შეიძლება ცოტა დრო დასჭირდეს, იმის მიხედვით, რას აღმოაჩენენ სიტუაციის შესახებ. მაგრამ არსებობს რამდენიმე სხვადასხვა სისტემა, რომელიც შეიძლება დააგვირდეს ტერიტორიას და მიიღოს როგორც სიგნალები, ასევე ვიზუალური დაზვერვა. იმისთვის, რომ უზრუნველყონ მაქსიმალურად ზუსტად იცოდნენ, რას აკეთებენ პილოტები. და როგორც წარმოიდგენთ, ამ ყველაფრის დიდი ნაწილი კლასიფიცირებულია. როგორ მუშაობს? დიახ, მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია, პოლკოვნიკო. ერთი წუთის დაბრუნდებით ჩვენს კორესპონდენტთან ჯენიფერ გრიფინთან. ჯენი, კიდევ ტრეისი, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ საათის დასაწყისში ვიყავით. ბოლო დაზვერვის ცნობები მიუთითებს, რომ ირანის ბალისტიკური რაკეტების საკმაოდ დიდი მარაგის თითქმის ნახევარი მართლაც გადარჩა. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა, სახაერო ძალებმა და ისრაელმაც 11,000-ზე მეტი იერიში განახორციელეს, ნამდვილი სასწაულია, რომ კიდევ უფრო მეტ თვითფრინავს ირანზე მექანიკური გაუმართავობა არ შეემთხვა, თუ გავითვალისწინებთ ფრენების რაოდენობასა და განხორციელებული იერიშების მასშტაბს. გაიხსენეთ, რომ 3 F-15E მეგობრული ცეცხლით ჩამოაგდეს კონფლიქტის დასაწყისში, როდესაც ერთმა მოუთმენელმა ქუეითელმა პილოტმა ისინი მტრის თვითფრინავებში შეეშალა. მაგრამ ისინი გადარჩნენ, მათ შეძლეს უსაფრთხოდ კატაპულტირება. ამბობენ, რომ ამ პილოტებიდან მინიმუმ ერთი უკვე დაბრუნდა სამსახურში და ირანის თავზე ფრენის მისიებში მონაწილეობს. რომ ყველამ გვახსოვდეს. რაც შეეხება ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც გადარჩნენ, ბევრი გაშვებული რაკეტა განადგურდა. მაგრამ გავიგეთ, რომ ირანმა ისრაელის ჩრდილოეთით 3 ტალღა ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც მიუთითებს, რომ ამ რაკეტების გამშვები დანადგარები ძნელად საპოვნელია. დიახ, ხო, ისინი ხშირად იმალებიან მიწისქვეშა გვირაბებში, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში აშენებული. ამიტომ ირანის თავზე მფრენი პილოტებისთვის კვლავ არსებობს საფრთხე როგორც ანტისაჰაერო თავდასხმების, ასევე შესაძლო მექანიკური გაუმართავობის მხრივ. ჩვენ არ ვიცით, რამ ჩამოაგდო ეს F-15E და ის ფაქტი, რომ ირანს ჯერ კიდევ შეუძლია საფრთხე შეუქმნას სპარსეთის ყურის ქვეყნებს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით, ასევე ჰორმუზის სრუტეს.
გარდა თავად ირანისა, ეს აჩვენებს, რომ თუნდაც მათ კიდევ ჰქონდეთ რამდენიმე რაკეტები და დრონები, კვლავაც საფრთხეს შეუქმნიან მეზობლებს. მისია დასრულებისგან შორსაა. გარდა ამისა, ამ სადავო ტერიტორიაზე პილოტების გაგზავნა კვლავ უკიდურესად საშიშია. უბრალოდ რომ დავაზუსტო, ჯენ, თქვი რომ არ იცი თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი. CENTCOM-ა ნებისმიერ მომენტში უნდა გაავრცელოს განცხადება. CENTCOM-ს ეცოდინება, როგორც ჩამოვარდა თვითმფრინავი და ეს განცხადება შეაისახება. ან შენი აზრით, ეს უბრალოდ ზოგადი განცხადებაა? ჯერა რომ CENTCOM-ის ამ განცხადებაში ძალიან ცოტა დეტალი იქნება. ისინი მოინდომებენ და ადასტურონ, რომ F-15-ის შესაძლოა ჩამოვარდა, მაგრამ ეს გამოძიების საგანია და ეს მნიშვნელოვანია, რადგან მათაც არა. ხშირად საწყისი ცნობები არ არის ნათელი. ისინი ერიდებიან არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ან ზიანის შეფასების მიწოდებას ირანელებისთვის. აი რატომ არის ეს საკითხი ახლა ესეთი დელიკატური? ამიტომ ვიყავით ფრთხილად ამ ინფორმაციის გასაჯაროებისას, სანამ პრეზიდენტი არ იქნებოდა ინფორმირებული. ვიმეორებ, ჩვენ არ გვინდა გავაკეთოთ არაფერი, რაც შეიძლება საფრთხეს შეუქმნას ამ პილოტების სიცოცხლეს, თუ ისინი გადარჩნენ და თუ ორივე ჯერ არ არის გამოყვანილი.